გავიგე, რომ დაძმას ჰქონდათ ურთიერთობა, ერთად სქესობრივი კავშირი. Ამ სოფელში მხოლოდ ფაქტის შემდეგ დაიჯერეს, რომ 15 წლის გოგონა საკუთარი ძმისგან დაორსულდა და 8 თვის ფეხმძიმეა. ეს ამბავი კახეთში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით არასრულწლოვანი გოგონა აღიარებს, რომ ძმასთან სქესობრივი კავშირი საკუთარი ნებით დაამყარა და იგი მას არ გაუპატიურებია. გოგოს უთქვია, რომ ძალადობა არ არისო, რავი, ნებით ჩემი ნებით გავაკეთეო ესო. 8 თვის ორსულია, მერვე თვეშია. კი, გოგო მაღიარა. ბიჭმაც. ძალადობა არ იყო, რა ვიცი, თავის ნებით. გოგომ თავის ნებით გააკეთა ეს და. დაძმას ერთმანეთთან ქონია საქმეო და 8 თვის ორსული არისო და რავი, სად არიან წასულები როგორი, არაფერი არ ვიცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით არასრულწლოვანი პოლიციამ დააკავა მისი 8 თვის ორსული და კი სპეციალურ თავშესაფარშია გადაყვანილი. დღეს ტელეკომპანია გურჯაანს ოჯახში არავინ დაგხვდა. მეზობლების ინფორმაციით ამ ამბის გაგების შემდეგ დედამ ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო და მკურნალობას გადის. დედა ჭკვაშაჩსა უთილო სამაგიჟეთში წაუყვანია ესიამობე. მინდა გხვდება. და ისა გოგო კიდე რა ვიცი თბილისში თავშესაფარში წაიყვანეო. დედამისი სამონტყოფოშია, მამამისი და რა ვიცი, ბიჭი დაკავებული არისო. გოგო სოციალურმა მუშაკებმა წაიყვანეს ძალადობის ცხოვრებლები, სადაც იმყოფებიან, იქ უნდა ამშობია, რომ ესეთი ინფორმაცია გამოვიდა. მშობელი ფსიქიატრიულშია. მეზობლები ეჭვობენ, რომ არასრულწლოვან და-ძმას შორის სქესობრივ ურთიერთობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, თუმცა მათ ამის შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც გოგონა საავადმყოფოში მიიყვანეს და ძმისგან მისი ორსულობა დადასტურდა. რა ვიცი, იძახენ არ იცოდა დედამოცუ, მაგრამ თუ მუცელი რო გაგეზდება და 8 თვემდე რომ მიხვალ არ შეგეთყობა? მეზობლები ვატყობდით და თავით და არ ატყობდა? ესეთი ადამიანები აქ არ უნდა ცხოვრობდნენ საერთოდ. რავი, არ უნდა გადასახდნენ აქედან, ან წავიდნენ სადმე. უნდა მოშორდნენ აქედან. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს ოჯახური ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტს ეძიებს. სასამართლომ დასთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.